ბიძინა ივანიშვილის ბანკმა მალე სავარაუდოდ შესაძლოა გაიზიაროს უკვე რუსული და ბელორუსული ბანკების ბედი, სწორედ რუსული და ბელორუსული ბანკების შემთხვევაში არსებობს პრეცედენტი, როდესაც მათ მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ გაითიშა ეს ბანკები SWIFT-ის სისტემიდან, საერთაშორისო გადარეცხვები გახდა შეუძლებელი და Visa და Mastercard-ის სისტემაც აღარ მოქმედებს ამ ბანკებში. ახლა უკვე ქართულ ბანკის წინააღმდეგ იგივე სითხოვს ევროპის სახალხო პარტია, ყველაზე დიდი პარტია ევროპარლამენტში და ევროკომისიისგან ელოდება შესაბამის ნაბიჯებს. ქართულ ბანკში კი ამ დრომდე, როგორც ჩანს, ცდილობენ დუმილის რეჟიმში დარჩენას და არაფერი აქვთ სათქმელი იმაზე, თუ რა გეგმა აქვთ იმ შემთხვევაში, თუ გაითიშება SWIFT-დან ივანიშვილის ქართულ. დღეს ჩვენ ვცადეთ ქართულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ნატო ხაინდრავასთან გასაუბრება და ხაინდრავას ვკითხეთ მათი გეგმის შესახებ, თუმცა მას როგორც ჩანს ამ ეტაპზე პასუხები არ აქვს, მეტიც მითითებდა, რომ ქართულ ბანკი არ არის ბიძინა ივანიშვილის, არადა ნატო ხაინდრავა, სწორედ ის პირი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მართავს მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ სისტემას, არა მხოლოდ ქართულ ბანკში, არამედ სხვა ძალიან ბევრ კომპანიაში, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად დღეს ქართულ ბანკი რჩება უარყოფის რეჟიმში და ჩვენს კითხვებს პასუხებს ასწავლის. SWIFT-დან ქართულ ბანკის გათიშვის შემთხვევაში რა გეგმა აქვს ბანკს? სისულელეებით ნუ მირეკავთ. თქვენი გადასაწყვეტი არ არის ბანკის SWIFT-დან გაითიშება. იპიპის რეზოლუციაშია ეს მოთხოვნა, ქალბატონო ნატო. ამიტომ გეკითხებით. პოლიტიკური განცხადება, ჩვენ ვართ ფინანსური ორგანიზაცია. პოლიტიკურ განცხადებებს დაქვემდებარებული ფინანსური ბიძინა ივანიშვილის ბანკის წარმომადგენელი ხართ, ქალბატონო ნატო. არა, ბიძინა ივანიშვილი ამ ბანკის დამფუძნებელი. აბა ვინ არის ქალბატონო ნატო? დიდი ხანია არ არის ბიძინა ივანიშვილი ამ ბანკის დამფუძნებელი. მინიმუმ ეგ უნდა იცოდეთ, მეტი აღარ გამწევს. SWIFT-დან გათიშვის და Visa Mastercard-ის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს ქართულ ბანკში. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს ფაქტობრივად ბანკის გაჩერების საფუძველია, რადგან საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით ოპერირება სანქციების დაწესების შემდეგ ბანკის მიმართ ფაქტობრივად ხდება შეუძლებელი. ამის მკაფიო მაგალითი გვაქვს ჩვენ რუსული ბანკის მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ, როდესაც მის შვილობილ ბანკს მოუწია საქართველოში ოპერირების გაჩერება, ამიტომ საკითხავია ახლა რა მოხდება ივანიშვილის ქართუს შემთხვევაში. ეკონომისტები ელიან, რომ ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა კვლავ სცადოს ივანიშვილისთვის მაშვალ რგოლად ყოფნა, თუმცა ამ პირობებში ნამდვილად გაუჭირდება. ასევე ფინანსისტები და ეკონომისტები საუბრობენ, რა გზას შეიძლება ეძებდეს ახლა ივანიშვილი. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო გადარეცხვების სისტემიდან ქართულ გაითიშება, უკვე შესაძლოა, რომ მათ შემოიტანონ ჩინური და რუსული საგადახდო სისტემები, მაგალითად რუსული მირი ან სადონ საქართველოში დამატებით ახალი საგადახდო სისტემის შექმნა, თუმცა ესეც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, რამდენად შეიძლება გაძლოს ბანკმა ამ პირობებში. ასევე ეკონომისტები ღიად ამბობენ, რომ ეს არ იქნება პრობლემა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. იმ პირობებში, როცა ქართულ არის ფაქტობრივად საფულე ოლიგარქისთვის, დამატებით ასევე მისი გარემოცვის მინი ოლიგარქებისთვის და ბიზნესმენებისთვისაც არის ხოლმე დამხმარე, ხედავთ ამას სესხების გარანტორად დადგომის შემთხვევაში, ამიტომ არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ მთლიანად მისი ბიზნეს გარემოცვაც ქართულ SWIFT-დან გათიშვის შემთხვევაში დიდი პრობლემების წინაშე დადგება. ასეთი ტიპის ბანკი შეიზღუდა და სანქცირდა მისი მესაკუთრე და ასე შემდეგ, ანუ შეეხო კონკრეტული სანქციები, ეცდება ოპერირების გაგრძელებას და ეს ოპერირების გაგრძელება შესაძლებელია უკვე მაგალითად ჩინური ან რუსული საგადასო სისტემებზე გადასვლით. უბრალოდ აქ ერთი ნიუანსია, რამდენად დღეს ქართული ეკონომიკა არის ისე მოწყობილი, რომ
ფიზიკურ პირებს თუ იურიდიულ პირებს აინტერესებდეთ ამ ეტაპზე გამოყენება რუსული პირობითად საგადასახადო სისტემის. ჩემი ეს ასე არ არის. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ პატარა არასისტემურ ბანკს, რომელიც არის რაღაცა პატარა საფულესავით საქართველოში ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ ეს უკვე ეროვნული ბანკის ნაბიჯები უკვე შეეხება სისტემურ ბანკებსაც, შეეხება მთლიან ფინანსური სისტემას, მის სტაბილურობას და აქ ხედავ მე უფრო მაღალ რისკებს. ვერცერთი ეროვნული ბანკი მსოფლიოში ვერ შეუშლის ხელს მაგალითად ევროკომისიის გადაწყვეტილებას, თუ ეს გადაწყვეტილება შეეხება კონკრეტული ქართული ბანკის დასანქცირებას და შესაბამისად აქ უბრალოდ ფაქტი თავისთავად იქნება უფრო ასევე საინტერესო როგორ რეაგირებს ასეთ დროს ეროვნული ბანკი, თორე ამ პროცესის ხელის შემშლელი ის ვერ გამოვა. ბანკს რომელსაც არ აქვს ურთიერთობა სხვა ბანკებთან ის ბანკი არ არის. პირდაპირ შეიძლება ითქვას ასე, რომ ქართულს ლამის კლინიკურ სიკვდილს ნიშნავს ეს საბანკო სექტორისთვის დიდი არაფერი დარტყმა არ არის რაოდენობრივად, იმიტომ რომ ქართული პირდაპირ შემიძლია თქვა ალბათ ყველაზე უარესი ბანკი ქართულ საბანკო სექტორში, ყველაზე უფრო ცუდად მართული, არამომგებიანი და ყველაზე უფრო დაბალი მომგებიანობის ფაქტობრივად ივანიშვილის ჯიბის ბანკად გამოყენებული რაღაც კომპანია, ასე რომ დიდი რაღაცა რყება საბანკო სექტორს აქედან არ ექნება. ქართულ ბანკის სანქცირების მისი SWIFT-დან გათიშვის და Visa Mastercard-ის მომსახურების გაჩერების მოთხოვნა გაჩნდა IPP-ის ახალ რეზოლუციაში, რომელშიც ცალკეულად არის გაწერილი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის არის ერთ-ერთი სწორედ ქართულ SWIFT-დან გათიშვა და ივანიშვილის გარემოცვის ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების გაფართოება.